სალამით ყველას, როგორ ხართ? დღეს არის 20 მაისი. ყველას მოგესალმებით. როგორ ხართ, რა შვებით? ეხლა ვიყავ მაღაზიაში. ცოტა გამოვიბრანჭე. სხვათა შორის მწვანე ფერი ადრე არ მიყვარდა. მეგობრებო. და ეხლა ეს ბოლო პერიოდი, სადღაც 1 წელი, რაც შემიყვარდა ძალიან მწვანე ფერი. ადრე მიყვარდა უფრო ცისფერი და თეთრი ფერი. ეხლა მწვანე შემიყვარდა. თქვენ რა ფერები გიყვართ ყველაზე მეტად? დამწერეთ კომენტარებში. როგორი ამინდი გაქვთ? ჩვენთან ესეთი მზეც არის და სიგრილეც არის. ანუ ჩემთვის იდეალური ამინდია დღეს. დაწერეთ ასევე კომენტარებში თქვენთან როგორი ამინდია, ვინსად იმყოფებით და ასე შემდეგ. მადლობა გამოწერებისთვის. 500-ზე ბევრი არ გვიკლია ასვლას. გამოიწერეთ არხი და ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. მადლობა ყველას წინასწარ. გისურვებთ პოზიტიურ დღეს, ნაყოფიერს. ეხლა უნდა დავიწყო საჭმლის კეთება. დღეს ვაკეთებ ფაკეს, ბერძნულად ქვია. ფაკესი, ვინც საბერძნეთში ხართ, იმას გეცოდინებათ და მოკლედ გაგიზიარებთ. ერთ სული მაქვს თმა როდის გამესდება. ესეთი ტალღოვანი თმა მაქვს. მე ბუნებრივად არ ვისწორებ სპეციალურად, ხშირად არ ვისწორებ, იმიტომ რომ არ მიყვარს ჩემი ესეთი ბუნებრივი თმა. წინამოსაც იშვიათად ვისწორებ, გუშინ ვიბანავე და ესევე დავწექი, ბუნებრივად ვიშოვ თმას, არც ფენს არ ვიყენებ, ვინ იყენებთ ფენს, დაწერეთ ეგეც კომენტარებში და ვის როგორი თმა გაქვთ, მაინტერესებს და მოკლედ ის მინდა გითხრათ, რომ სამსახურის შეცვლას ვაპირებ. ხვალ 21 მაისს გამიხდება 2 თვე ამ სამსახურში, რაც შემოვედი და არ მაქვს ისეთი პირობები, მოკლედ, რომ აქ დიდხანს გავიჩერდა, ესე რომ ვთქვათ, არ მიღირს. ხალხი არის, ცუდი ხალხი არ არის ნამდვილად, არც ბებო და არც ბებოშვილი, მით უმეტეს კარგი ადამიანია, ძალიან მიყვარს ბებოშვილი, ძალიან ესეთი ადამიანია, რომ ხელს მიმართავს ყველაფერს, მაგრამ პირობები არ ვარ ჩემთან აქ. ელემენტარული ჩემი ოთახი არ მაქვს, ვიფასებო. და სახლი არის საკმაოდ ძველი. წყალიც, ანუ უკანი ვანაში არის ცოტა გაფუჭებული. ვიწუწები ხოლმე, ესე რომ ვთქვათ. მე საერთოდ ეს მიჭირს, სხვათა შორის, რომ შევა სამსახურს რო დავიწყებ, შევალ მორჩა. იქიდან გამოსვლა უკვე მიჭირს. იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, ვეჩვევი ადამიანებს და მერე მიჭირს რა, ესე რომ ვთქვათ, სამსახურიდან წასვლა. მაგრამ მე თუ მკითხავთ, კიდევ დიდი ხანს გავწელი, იმიტომ რომ ამ პირობებს არ მგონია, რომ ბევრი დათანხმდეს. წინა ქართველი გოგო, ვინც იყო, ისიც როგორც მითხრეს, 1 თვე გაჩერდა და წავიდა. მესმის იმისიც. მესმის ძალიან კარგად იმ გოგონასი რა, ჩემზე უფროსი იყო, სადღაც 53 წლამდე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ასაკს. მესმის რომ წავიდა, რატომ წავიდა, ყველაფერს ხვდები, ესე რომ ვთქვათ. ესენი ბებო ცოტა აკნინებდა იმ ქართველ გოგოს, ვინც ჩემამდე იყო.
სხვათა შორის და ეგ არ მომეწონა სიმართლე რო გითხრა, იმიტომ რომ მაინც ქართველია, მაინც ჩემიანია და ქართველზე როც უძგესაუბრებიან არ არის ნამდვილად სასიამოვნო. ბევრ რაღაცას აბრალებდა იმ ქართველ ქალს და მოკლედ რომ თქვა ჭორაობა უნდოდა, მაგრამ მე არ გავაქცელებინე, უთხარი რომ არ მაინტერესებდა, მაგრამ ესე რომ თქვა დაძაგებდა რა, იმიტომ რომ არაფერს არ აკეთებდაო და მთელი დღე იჯდაო და საქმეს არ აკეთებდაო, მაგრამ არ არის სასიამოვნო. ეხლა არ ვიცით სიმართლე რა თქმა უნდა, ბებო სხვა სიძახის და დარწმუნებული ვარ ის ქალი სხვა რამეს იტყოდა. საერთოდ ეგრეა ძვირფასებო, რაც ჩვენ თვალით არ გვინახავს, რაც ჩვენ არ ვიცით, ის არ უნდა დავიჭეროთ. ხო ეგრეა? დამეთანხმებით. არ მიყვარს საერთოდ ზოგადად ჭორაობა. არ მიყვარს ზურგს უკან საუბარი. თუ სიტყვაზე რაღაც გინდა და გაინტერესებს და ჭორავ, მოდი და პირდაპირ მითხარი, პირდაპირ მესაუბრე. მე საერთოდ ვარ ძალიან პირდაპირი, მე ვინც მიცნობს იცის და ადამიანს ზურგს უკან არასდროს არ გავჭორავ, ვინც მიცნობს დამეთანხმება და თუ სათქმელი მაქვს რაიმე ან უარყოფითი ან რამ არ აქვს მნიშვნელობა, მივა და პირდაპირ ვეტყვი. მე ესე მიმაჩნია სწორად, ზოგს რა თქმა უნდა ეს ჩემი პირდაპირობა არ მოსწონს, მაგრამ მე სწორად მიმაჩნია, იმიტომ რომ ზურგს უკან არასდროს არ გავჭორავ ადამიანს და არასდროს არ ვისაუბრებ კიდევ მის პირადზე. ხო და ბებიას ესეთი საუბარი და ქცევა არ მომეწონა და მივეცი შენიშნა, რომ არ უნდა ილაპარაკო იმ ადამიანზე, რომელიც არის ჩემიანი, ქართველი და არ მივეცი, ესე რომ ვთქვათ, საუბრის გაგრძელების უფლება. თორემ დარწმუნებული ვარ, ბევრ რამეს უმეტყო და კიდევ გააგრძელებდა მის ლანძღვალს, ესე რომ ვთქვათ, მე სიმართლე რომ გითხრათ, მართლა არ მესიამოვნა. სიმართლე იცის მხოლოდ იმ ადამიანმა, ვინც აქ იყო და რავი, ხა მე მტყვილი მგონია. სხვათა შორის ბებო შევამჩნიე, რომ უყვარს, ესე რომ ვთქვათ, რაღაცების მოგონება. ოღონდ მართლა, აი რაღაც ისეთ, ანუ ტყუილის თქმა. უყვარს, შევამჩნიე, დავიჭირე რამდენჯერმე. კარგი, ანუ რაც კარგი აქვს, ის არის, რომ კეთილი ადამიანია, არ არის ბოროტი. მართლა ნამდვილად კეთილი ადამიანია და ეგ აქვს კარგი, რა თქმა უნდა. მოკლედ გავარჩიე ფაკესი. ეხლა გავრეცხავ და მოვხარშავ. ჩავყარე ფაკესი მოსახარშად. გავრეცხე კარგად. ეხლა ის მოიხარშება, გამოვიღოთ სტაფილო. რომ საჭმელს უნდა სტაფილო. მოდი რა ავიღოთ ხახვი ერთი და მეორე დავიწყოთ საჭმლის კეთება. მოკლედ მე იმას არ ვიყენებ სათვლელი რომ არის, განით მუშაობ უფრო უკეთესად, ესე რომ დანით გავფრთხილე, ესე რომ ვთქვათ, უბრალოდ გავთვლი. ბავშვებით თქვენთან გესაუბრებით და დროც უფრო გავა. მოკლედ ეგრეა საქმე ჩემო კარგება. წეღან რომ გესაუბრებოდით ბებოზე და აქ მოსულ ქართველ ქალზე, არ მომეწონა მოკლედ რასაც ბებო იძახდა, ესე რომ ვთქვათ,
სუბუქად ლანცავდა. და რა თქმა უნდა, არც მე სიამოვნებოდა, ახლა რომ ნორმალურ ქართველს ის სიამოვნება, მეორე ქართველს რომ ლანცავენ შენ თვალწინ. ასე რომ ბებოს აღარ მივეცი გაგრძელების საშუალება. ადუღდა უკვე ფაგესი რომ ჩამყარი წყალში იხარშება. ახლა სტაფილოსაც დავჭრი და ჩავყრი, იმიტომ რომ სტაფილოს ცოტა დიდხანს უნდა მოხარშვა, ხო იცით? ეს ყველაფერი ერთად მოიხარშება. მერე ესეც ეს ახლა მეორე ერთი სამი კვილი უნდა ხო შტატივზე დაგაყენეთ, მიხვდებოდით უკვე. გამოიწერეთ ჩემი არხი, ძალიან გთხოვთ, უცებ ავიდეთ 500-ზე. ბევრი მიყურებთ გამოწერების გარეშე და რატომ ვერ ხვდები? ადამიანს ან მოგწონს არხი, ან არ მოგწონს, ან უყურებ, ან არ მყურებ და თუ არ მოგწონს ზოგიერთად რა თქმა უნდა ჩემი არხი და ვლოგები, მაშინ ვერ ხვდები უბრალოდ რატომ კარგავთ დროს ყურებაში და გამოწერის გარეშე რატომ მიყურებთ. გამოიწერეთ ძალიან გთხოვთ არხი. ნუ ხართ ზოგიერთი გველები გამოწერის გარეშე რომ მიყურებთ. პატარა გველუკები ხართ. ესე ეხაბარემ ხახსაც გავარჩ და მერე ამ ყველაფერს გავრეცხავ. ეს ერთ ხალი ხახვი სხვათა შორის ესაჭმელი მიყვარს მე. სხვათა შორის მოსაჭმელებიდან ხორცი დიდად არ მიყვარს. კიდევ არ მიყვარს ტკბილი. პურს არ მივირთმევ პურს და თუ მივირთმევ ბებოს ლავაშს მივირთმევ. ისიც ყოველდღიურად არა. ტკბილი არ მიყვარს, როგორც ყვით ხართ, არანაირი ტკბილი არ მიყვარს, არც ნაყინი, არც შოკოლადი, არც ტორტი, აი არაფერი საერთოდ და ძალიან კაი რო არ მიყვარს. მე მიყვარს აი როგორ თქვა, ესეც სალათები, მსუბუქი საჭმელები მიყვარს უფრო რა. გავრეცხე. დავჭრათ სტაფილო. ხოდა ეგრეა შემოკარგება. რას ვყვებოდი? ხო, იმას ვყვებოდი, რომ არ მიყვარს ტკბილი საერთოდ და არ მივირთმევ. საქართველოში რო ცხოვრობდი, იქ რო ვიყავი. ვინმე რამე ტკბილს თუ მოგვიტანდა სახში, აი სტუმრად რომ მოდიოდნენ ჩემთან, ან ყიდულობდით რა მნიშვნელობა აქვს. ჩემი მეუღლე მივირთმევდა ჩემ წილსაც, იმიტომ რომ მე არ მიყვარს და იცოდა რა თქმა უნდა რომ არ ვჭამ ტკბილს და ძალიან უყვარდა უბრალოდ ჩემ მეუღლესაც ტკბილი. ანუ საერთოდ კაცებს უყვართ ტკბილი. მე არ მეგულება მამაკაცი, რომელსაც ტკბილი არ უყვარს. ავით შეიძლება არიან არსებობენ, მაგრამ იშვიათი გონი. მე ისე ვფიქრობ. კაცებს უყვართ საჭმელები, ძგენდრიელი ჭამა და მერე ტკბილის დაყოლება. ესე რომ ვთქვათ. საერთოდ სწრაფი ხედი მაქვს. მე მიყვარს საჭმელების კეთება. შეიძლება მჭამელი დიდად არ მიყვარს. მე საერთოდ დღეში ერთხელ მივირთმევ საჭმელს.
სადღაც შუა დღისკენ, ესე 2-3-ისკენ და ეგ არის უფრო მეტს მივირთმევ ხილის. ხილი მიყვარს, ყველანაირი ხილი მიყვარს. დილით რომ გავეღვიძებ, აუცილებლად ყავა უნდა დავლიოთ, რომ ისე ვერ ვხიზდები, შანსი არ არის, რა თქმა უნდა უშაქრო ყავას მივირთმევ. დილით არ ვსაუზნობ არასდროს და ვიცი რომ არ არის კარგი, მაგრამ წლებია ესე ვარ მე და მშვენივრად ვგრძნობ თავს. ხო რა ვიცი, წონასაც ვფრთხილდები ასე თუ ისე, შეძლების დაგვარად რა თქმა უნდა ვფრთხილობ, რომ არ გავსუქდე, იმიტომ რომ ხა პატარა გოგოც არ ვარ, 37-ის ვარ და მინდა რომ არ მოვიმატო. გამხდარიც არ ვარ, მაგრამ ესე საშუალოდ ვარ რა. მე თუ მკითხავ, ახლა ქალი არ უნდა იყოს ძალიან გამხდარი. მე არ მიყვარს, არ მომწონს უფრო სწორად არავის არ ვეხები ცუდად რა თქმა უნდა, მაგრამ ქალს საერთოდ უნდა ეტყობოდეს. ყველაფერი ისეთი გემრიელი ქალი უნდა იყოს რა. ეგრეა ჩემი ძვირფასებო. ხახსოვს ესე ვჭრი, იმიტომ რომ მე აქ რომ მოვედი უთხარი რომ ვერ ვიპოვეს დასაჭრელი დაფა და არ გვაქვს ობიბო მითხრა და ცოტა იყოს გამიკვირდა, იმიტომ რომ არ მეკულება ოჯახი, რომელსაც ეს დასაჭრელი დაფა არ აქვს და მე რო გავდივარ ხოლმე კვირა-დღეს მავიწყდება სულ რომ მე თვითონ ვიყიდო. არ ვისწვირია მაგებს 2-3 ევროში იყიდი, მაგრამ მავიწყდება. ხო, ეხლა კვირას ვიყავი გასული, გამახსენდა და მოგიყვებით მაგასაც. ეხლა კვირას ვიყავი გასული, ნახე ჩემი გოგო ვნახე, არ გადამიღია იქ არაფერი. აი მეორე კვირას რო გავარ, პატარა მონაკვეთი გადავიღე, ყავას რომ მივირთმევ. მინდა გაგიზიაროთ ერთი საწებელი, ესე რომ ვთქვათ, რომელიც კეთდება პურის გულისგან. ეხლა ამას დავასხავ წყალს. ოღონდ ეს პურის გული არის, სადღაც 4-5 დღის წინანდელი, რომელსაც ვინახავ საყინულეში. ეხლა გამოვიღე საყინულე და დავასხი წყალი. ესე გავაჩერებ სადღაც 10-15 წუთი და მერე მხოლოდ აი ამ გულისგან უნდა გავაკეთო საწებელი და გაგიზიარებთ. პური კარგად გავწუროთ. ესე ჩავყარე პური და წვრილად გავაკეთე. ჩავაგდოთ 1-3 კბილი ნიორი. ბევრი არ უნდა. ესე იგი გაწურული პური, პილპილი, ზეითუნისეთი, 3 კბილი ნიორი და ძმარი. ეს ყველაფერი დავაბლენდეროთ და ნახავთ სქელ მასას მიიღებს. ძალიან გემრიელია, მართლა. გააკეთეთ, არის ადვილად გასაკეთებელი. ეს ხორცთანაც წავა, ხორციან საჭმელთან და მიირთვით
რასთანაც გაგისწორდებათ იმასთან. ძალიან გემრიელია. აი ესეთი მასა უნდა იყოს. ახლა ამას შევინახავ, შევდგა მაცივარში და საჭმლის ჭამას რომ დავაპირებთ, მერე გამოვიღებ. ცივია კარგი. ჭარხავს ვხარშავ დღეს. გამზადდა. ეს ყველაფერი ამოვიღე. მოვასხი ზეითუნის ზეთი, მოვაყარე მარილი და მოვასხი ძმარი. ისე გამოიყურება.